ოპოზიციის ალიანსმა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დიდი შეკრება დაანონსა. ალიანსის ერთობლივი განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გავრცელდა. ოპოზიციის ალიანსის განცხადებით დიდ შეკრებამდე იქნება ეროვნული მობილიზაციის კამპანია, რაც დღეიდან დაიწყება. განცხადებაში აღნიშნულია ორივე თარიღი 31 მარტი და 26 მაისი, რომლებიც მათი განმარტებით არის უმნიშვნელოვანესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ორივე დაკავშირებულია ქართველი ერის უმნიშვნელოვანეს გამოწვევასთან, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხთან. ოპოზიციური ალიანსის თქმით, ისინი მოსახლეობასთან პირდაპირ კომუნიკაციას იწყებენ. ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. ეს არის ოპოზიციის ალიანსის ინიციატივა. თუმცა საქმე, რომელიც არის გასაკეთებელი, არ არის ექსკლუზიურად ჩვენი გასაკეთებელი, ამ სხვა პარტიის გასაკეთებელი საქმე, ეს არის ყველას გასაკეთებელი საქმე. პირველი გვინდა რომ გავზარდოთ პირდაპირი კომუნიკაცია, პირისპირ კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან. მეორე, უნდა გავანეიტრალოთ რეჟიმის პროპაგანდა, იმიტომ რომ ორი მთავარი იარაღი, რომელზეც დგას ახლა რეჟიმი, ეს არის შიში და ეს არის ტყუილი. მესამე, ის ბრაზი, პროტესტი და ცვლილების სული, რომელიც წლები არსებობს საქართველოს მოქალაქეებში, უნდა გადავთვალოთ პოლიტიკურ ქმედებაში. მეოთხე, უნდა დავამარცხოთ შიში, რომელსაც წლებია მიზანმიმართულად მერგავს რეჟიმი. 26-ში ეს არის პირველი დიდი საერთო ეროვნული შეკრება აი მობილიზაციის კამპანიის. მე ასე ვიტყოდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მყარი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ვირჩევთ სამართლიანობას, ჩვენ ვირჩევთ დამოუკიდებლობას, ჩვენ ვირჩევთ საქართველოს ევროკავშირში, ჩვენ ვირჩევთ ძლიერ ოჯახებს, ჩვენ ვირჩევთ უარს აი ამ დაპირისპირებაზე, პოლარიზაციაზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ჩვენ ვირჩევთ ერთიანობის გზას, ჩვენ ვირჩევთ კონსოლიდაციის გზას. აი ამის გამოხატულება დამოუკიდებლობის დღე ზოგადად ეს არის. ეს არის ერის ერთიანობის დღე და ამიტომაც ვთავაზობთ ყველას დამოუკიდებლობის დღეს დავაფიქსიროთ ეს პოზიცია. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად არავის მოწოდება არ გვჭირდება და არავის შეერთება არ გვჭირდება. ჩვენ ყოველთვის აღნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ხალხთან ერთად. რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, ნუ ვერაფერს გეტყვით, ახლა მათ თუ ახლა აღმოაჩინეს, რომ ხალხთან კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი, ვფიქრობ საკმაოდ დააგვიანდა. 26 მაისთან ამ ღონისძიების დაკავშირება უკვე როგორც მინიმუმ ბადებს გარკვეულ კითხვებს, რატომ მაინც 26 მაისი, იმიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით 26 მაისს ხალხი ისედაც დამოუკიდებლად არავის მოწოდება არ ჭირდება ხალხს იმისთვის, რომ გავიდეს ქუჩაში და იზეიმოს საქართველოს დამოუკიდებლობა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ალბათ სასურველი იქნებოდა სხვა თარიღის შერჩევა, იმ თარიღის შერჩევა, სადაც პირდაპირ გაიზომებოდა მათი პირდაპირი კონტრიბუცია ამა თუ იმ აქციის ორგანიზებაში. ემზადებიან 2028 წლის არჩევნებისთვის სავარაუდოდ და აქედანვე იწყებენ მზადებას. შეიძლება მიხვდნენ, რომ უცხოური დედაქალაქების ტალინის და ვილნიუსის იმედი აღარ უნდა გქონდეთ და ამიტომ ქართულ საზოგადოებას უნდა ელაპარაკონ, თუმცა ვფიქრობ, რომ ქართულმა საზოგადოებამ იმდენად კარგად იცის მათი ზნე და რაობა, რომ არანაირი შანსი არ აქვთ საარჩევნო წარმატების არც მომავალ არჩევნებში და არც იმის შემდგომ არჩევნებში. 26 მაისი, 9 აპრილი ზოგადად თარიღები, რომელიც არის გამაერთიანებელი ჩვენი გაგებით საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, ისევე როგორც საეკლესიო დღესასწაულები, მათთვის კარგი ასპარეზია იმისათვის, რათა დაპირისპირება იყოს ხისტი, დაპირისპირება იყოს უფრო სკანდალური, ვიდრე სხვა ჩვეულებრივ დღეებში და აქედან გამომდინარეა შერჩეული 26 მაისიც. მხოლოდ მავნებლობის ხარისხი უნდა მეტი იყოს, ვინაიდან 26 მაისი ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოებისათვის არის რაღაც ერთიანობის და ეროვნული თვითყოფადობის დემონსტრირების დღე. სიტყვები ბევრი გვინახავს და გაგვიგია ამ ადამიანებისგან, თუმცა საქმე სრულიად განსხვავებული იყო ხოლმე. მე ერთი უბრალოდ რაც მენიშნა არის ის, რომ ამ ყველაფრის კულმინაციად მან დაანონსეს 26 მაისი საერთო სახალხო ზეიმი, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხი ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს. ამ შემთხვევაშიც როგორც ჩანს, მათ აქვთ გადაწყვეტილი ამ საპროტესტო ამ ნაბიჯებით ჩაშალონ რაღაცნაირად ხელი შეუშალონ ამ პროცესს. არც არის გასაკვირი 2011 წლის 26 მაისის ავტორებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ დავაკვირდეთ ამ მოვლენებს, მე ერთ ვისურვებდი და ყველას მოუწოდებდი, ამ ადამიანებს მოუწოდებდი განსაკუთრებით, რომ მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდონ ასეთ ტიპის ქმედებებს.